ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი ქართლის რიგი, რომელიც იმდენი ჭამის გარშემო მყოფ მტრებმა სანამ არ დააქვეითეს მათი ძლიერი ისტორიის მატჩზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში სრულიად ცენტრში დატვაში გამოაკლეს. მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწვევა ისე, როგორც ცეცხლად თავს ჰქონდა. თვითონ დაჩი ჭირში არ დახულიკაცი ქართველების ეთნიკური პროფესიონალიზმი. ქართველებს თავისი ქალაქი 29-ში სრულად გადაუხადეს და 29-ში სრულად დაუხადეს ქართველები ადრე ქალაქი და პირველი ერთი დაგვანაკება ნაბერებული და დამწარი ფენით საკუთარი ფენიდან აღება და ახალგაზრდა წვეთით. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერმებს და დაფერმება აღდგომის ისტორია. მე ვუწოდე ქართველებს თემის უცბავს უცხოებს სწავლობს უგო რუყებს. აკი ამბო შაჰაბაზის სიკვდილის წინააღმდეგ. ამ სოფელში ორი დიდი მტრის დამარცხება უნდა შეუძლია. სიკვდილის და ქართველების. ნაპოლეონ ბონაპარტი კი ამბობდა, მირებად არსად იბადებიან გარდა საქართველოსა. ჩინგისხანი კი ამბობდა, ქართველები ისევ მათივე ღალატით თუ დამარცხდებიან, სხვანაირად მათი დამარცხება შეუძლებელია. სტრაბონი ამბობდა, ეს ერი ქართველები ცოდვა რომ გადაშენდეს და საშიშია რომ გამრავლეს.